კრიპტობაზრის სპონსორია CoinMania. შენი საიმედო თანამგზავრი თავისუფალ მომავალში. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი 12 საათზე ზოგჯერ ცოტა მერე. დღეს უკვე მე და ნიკა წავიყვანთ დღევანდელ გადაცემას და ასევე მეგობრებო, როგორც გუშინ გითხარით, დღეს გვექნება BitExchange-ის საათი. BitExchange-ის airdrop-თან ერთად, რომელიც $50 შეადგენს, შესაბამისად იჩქარეთ, მიიღეთ მონაწილეობა, შეგიძლიათ BitExchange-ის ასე ვთქვათ, ვებგვერდს ჩახედოთ, მაგალითად და ნახოთ ჩვენი ინსტრუქცია, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ მიიღოთ მონაწილეობაში. ეს არის მაგალითად მეგობრებო, BitExchange-ის ვებგვერდი bx.g აი რო ნახოთ, მაგალითად დავათვალიეროთ. რამოდენიმე ლოკაციაც დაამატეს. კი, რამოდენიმე ლოკაციაც დაამატეს. ახლახანს თან თავისი ანიმაციაც ჩაამატეს. ძალიან ისეთ საინტერესო, მე ძალიან დამევასა ეგ ანიმაციაც თავის ამბებში. აი ეს არის მეგობრებო BitExchange-ის ვებგვერდი, შეგიძლიათ შეამოწმოთ, გაარკვიოთ ვინ არიან და ასე შემდეგ. ყველა კითხვები არის ქართული გინდათ, ქართულზე გადაიყვანთ, აგერ ჩვეულებრივად ქართულად ნახავთ, ჩვეულებრივად რას გთავაზობენ და ასე შემდეგ. ასევე მეგობრებო, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემის კიდევ ერთი სპონსორი არის CoinMania.g, თქვენი თანამგზავრი თავისუფალ სამყაროში. შესაბამისად, რა ვიცი, ეს ორი ადამიანები და ეს ორი ჯგუფი ძალიან ჩვენთვის ძალიან პოზიტიური ადამიანები, გამოიყენეთ მათი შესაძლებლობები, რასაც გთავაზობენ, გამოიყენეთ ჩვენი გადაცემის შესაძლებლობები და რა ვიცი, მიიღეთ ყველაფერში მოგება, რა ვიცი, დაზოგეთ ხარჯები და მეტი ფული დაიტოვეთ თქვენთვის. დღეს გვექნება საუბარი მეგობრებო, პირველ ნაწილში აუცილებლად ჩარტებზე, რა თქმა უნდა, ტრადიციულად და მეორე ნაწილში უკვე დავითთან ერთად ვისაუბრებთ ვოლეტებზე და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, რა ვიცი, გვიყურეთ, დაგვისვით თქვენთვის საინტერესო კითხვები, გავიაროთ, გავარჩიოთ კონკრეტული კითხვები, რა გაინტერესებთ პრაქტიკაში და ასე შემდეგ და შესაბამისად დავითი კიდე რასაც აგვიხსნის, რა ინფორმაციას მოგვაწოდებს, იმაზე თუ რაიმე კონკრეტული კითხვა გაგიჩნდებათ, გამოუშვით, არ არის პრობლემა, არ მოგერიდოთ, უკვე აღარ გერიდებათ, ეს არ მოუწონს, უკვე გაგვიშინაურდით და ეგ მევასება ძალიან და ამიტომ არ დაიშუროთ თქვენი ასე ვთქვათ კითხვები და აქტივობები. ჩვენ კი ახლა გადავიდეთ ბარემ რაღაც პროექტებს დავიწყებთ, გუშინ შევპირდით ჩვენს მაყურებელს, რომ ხვალინდელ გადაცემას დავიწყებდი VeChain-ით, VeChain და VETI მეგობრებო, ანუ VeChain და VETI რა, VeChain ანუ VETI, ეს არის ესეთი კოინი, მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან სხვათა შორის ბულ რანზე ქონდა სასწაული ჩარტი. აი სულ ესე მიდიოდა რა. ხო და აი რო ჩავხედოთ მაგალითად რომელია ეს კოინი. მე მაგალითად ეს VeChain-ი ერთ-ერთი ჩემთვის ასე ვთქვათ ჭკვიანი საინვესტიციო ოცეულში შედის, ჩემი ასე ვთქვათ რჩეული კოინებს შორის, რა ვიცი, მე მგონი ნიკოსთანაც და აი ეს არის მათი ჩარტი, ასე რომ ვთქვათ, მოდი ვნახოთ, ვოჩერები ყავს 608,000 ადამიანი. მათი ახლა უკვე market cap-ი არის დაახლოებით 4 მილიარდ 787 მილიონი. ვიღაცებიდან განსხვავებით რიცხვების კითხვაზე ვისწავლეთ. ხო და მაქსიმუმ, ნუ მოკლედ ჩაშვებულია max total supply რაც არის, ჩაშვებულია უკვე ბაზარზე. ეს არის და აი 86 მილიარდი ტოკენი, 86 მილიარდ 712 მილიონი. რო არ დავწუნანდეთ, მაგიტომ მოდი დავამგოლოთ ბარემ. შესაბამისად, რა ვიცი, ძალიან კარგი ის აქვს პროექტი, აი აქ მაგალითად CoinMarketCap-ზე შეგიძლიათ ნახოთ რა არის VETI, მაგალითად VETI არის, რომ ნუ აქ კი წერია, რომ აი IOTA-ს და ასე შემდეგ ინტერნეტის და გავლენას ამბავს აგვარებს, blockchain powered supply chain-ის პლატფორმის შექმნა უნდათ, მაგრამ მე რაც წავიკითხე შენ უკვე დამატებითი ამბები, აზრი გამოვიტანე ის, რომ მათი მთავარი მისია და ასე ვთქვათ მიზანი არის, რომ VeChain-ი იყოს, ანუ VETI იყოს ის ერთ-ერთი გზა გამტარი, ასე ვთქვათ, თავიანთი blockchain-ით შემდგარი, რომელიც მარტივად გასვლის database. database ანუ მონაცემთა ცვლადებს გაუცვლის და ეს ქმნის მათ უნიკალურობას და ასე შემდეგ. თან აი გვიწერია აქვეც რომ ნუ ტრადიციული supply chain-ების მოდელებია, ნუ ანუ მოდელებისგან განსხვავებით, სანამ იქნებოდა მოკლედ ეს blockchain და ასე შემდეგ, შეიტანეს ცვლილებები და შესაბამისად ამ ცვლილებების ანუ ტრადიციული ისინი აიღეს, რაც ესეთი გამტარები იყო ბაზების
შესაბამისად ახლა უკვე თვითონ ცდილობენ რომ ბლოკჩეინზე ჩამოაყალიბონ მსგავსი ამბავი. ჩამოაყალიბონ რა თითქმის ჩამოაყალიბეს უბრალოდ თავიანთი ის აქვს, ანუ გეგმები აქვს, roadmap-ი აქვს, ასე ვთქვათ და ჯერჯერობით კიდევ შუაში არიან, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ის რა გეგმებიც მათ თავიდანვე დასახეს, ჯერჯერობით ვერ გააკეთეს. ასევე VETS ყავს მეორე პარტნიორი, VET2 პარტნიორი და თავიანთი კოინი არის, რომელიც ამ ორი კოინის მეშვეობით ისინი ცდილობენ შექმნან თავიანთი ეკოსისტემა იმ კუთხით, რომ შეთავაზონ ჩვეულებრივად პლატფორმებს, ანუ პლატფორმისთვის შესთავაზონ ადამიანებს, რომ ანუ ორ ტოკენიან სისტემაში მათ გამოიყენონ ნაკლები ფით, ანუ ააცილონ თავი ბევრი საკომისიოს ხარჯვას და ამ საკომისიოებისგან თავის არიდებით თან გაცვალონ ერთმანეთში ინფორმაციები და ის ბაზები, რაც ექნებათ მოკლედ დიდ კომპანიებს, დიდი გეგმებით არიან, რა ვიცი, დიდი ხანი 2015 წლიდან უკვე ესენი ბაზარზე არიან, 2015 წელს შეიქმნა ეს კოინი და ნუ რაც აქვს აგერ გეგმები, მაგალითად მე უკვე ქვემოთ ნახავთ, მაგალითად სად უნდა ვიყიდოთ და ასე შემდეგ. თქვენ შეგვიძლია ნახოთ, სად არის დალისტული Binance-ის თავისთავად KuCoin-ი, ჩვეულებრივი ამბავია, რა ვიცი, აგერ Bittrex-ი, კიდე ჩვენთვის ცნობილი Huobi, Gate.io, ну Coinbase-ი არ ჩანს რაღაც Crypto.com-ი. Coinbase უნდა იყოს ეს წესით, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ Coinbase-ზე გქონდა WeChain-ი, არ არის WeChain-ი ახლა რაღაც ხელწამოსატყმი ახალგაზრდა coin-ი, რომ არ უნდა იყოს Coinbase-ზე. მაგრამ მე როგორც ვხედავთ, არ არის ეს მშვენიერია, არ არის სუდი, სხვათა შორის all time high მაგალითად გქონდა WeChain-ს რომ ნახოთ სადღაც მე მგონი 14 ცენტი ქონდა, თუ 15 ცენტი, ზუსტად აღარ მახსოვს, მოდი ვნახოთ კიდე. საკმაოდ გაიზარდა ზამთრის მერე, ვაბოლდებით. 25 ცენტი ქონდა all time high. და შეხედეთ როგორ რაღაცა, აი, დააკვირდით უბრალოდ ჩარტიც რომ ნახოთ მე Trading View-ში, მათი ასე ვთქვათ ეს მთლიანი ისად რაც აქვთ, სულ აი ბულრანი რომ დაიწყო, ქონდათ ესეთი ისა ზრდა რა. არანაირ უკან დახევა არ ქონია, წარმოიდგინეთ და რა ვიცი, ანუ ძალიან ისეთი ის ქონდა. აქეთაც აქ მოიცადე, all time high, ну ეს ისა სხვა ამბავია. ну ესე იგი არა აქვს მონაცემები ტეზერთან მიმართებაში აქვს მხოლოდ Trading View-ს არ აქვს მონაცემები სრულად. შესაბამისად ამ დროს უნდა შეცვალოთ ხოლმე ან ბირჟა, ან უნდა შეცვალოთ წვილი, ასე ვთქვათ. მოკლედ აი აქ გვიჩვენებს ერთხიანზე ჩვეულებრივად 28 ცენტზეც იყო ასული და მე წამოვიდა აი აქ გაიკეთა უკვე საფორტი, სადღაც საფორტი რა ხო? აი აქ გაიტესტა თავი. აქ მიყვება ამ იმას რა, ნუ მთელ ნოშუც. ნახოთ რა სიამს. მომავლისთვის ჩემთვისავი კარგი პროექტია, კიდევ უფრო თუ დაეცემა, უფრო უკეთესი იქნება. მშვიდობაში სკუტერი, მადლობა გიორგი. ჯერჯერობით ჩვენი არ არის ეს სკუტერი, მაგრამ თუ ვინმეს გაუხარდება, უარს არ ვეტყვით მოპედზე, იმიტომ რომ მე მევასება ორბორბლიანი ამბები. სტელართ მწოდნე არავინ გამოჩნდა მჩხიბავი მაინცო. გიორგი ფერაძე, სტელართ მწოდნე მჩხიბავები აქ ავართ გიო. ხო, ეგ არა ვარ მთელი კრიპტოსამყარო ვიღაცეებისთვის და სტელარზე დიდი არაფერი არ შეცვლილა გიორგი, მეც ვუყურებ, იმიტომ რომ მეც ვხვალდა ნუ დიდი ხანია სტელარს და დიდად არაფერი არ შეცვლილა, ამიტომ დიდ ასე ვთქვათ, დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი შენს ადგილას ამ პერიოდის განმავლობაში, თუ ახლა მოკლევადიან ამბებში არ გჭირდება უცებ თანხა. ნიკო, რას გვეტყვი აბა ჩარტთან დაკავშირებით, როგორი მოძრაობებია ბაზარზე, რომ აგვიხსნა, გაგვანათლო, რა ვიცი. წაიყოს თუ გინდა, აი ჩემს სამეფო HDMI-ს გადმოგცემ, შეგიძლია გამოიყენო. რა ვიცი, მეგობრებო, სხვათა შორის სპონსორებს შეგახსენოთ, აქ შეიძლება თქვენი ლოგო ყოფილიყო. რა ვიცი, იფიქრეთ მაინც. რა ხდება, რა ვიცი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. რა ხდება აბა ჩვენს ბაზართან დაკავშირებით? ეკრანს გავასწორებ და ხო, მანამდე მეგობრებო შეგახსენებთ რომ კრიპტო ბაზრის კლუბის ჯგუფი უკვე ხვალ გაიხსნება. ყველა ფანდრაიზერს მოგიწვევთ ჯგუფში. დაუშვათ და ვინმე თუ ვერ აღმოჩნდით ჯგუფში ვინც ფანდრაიზერი ხარ და ჩვენთვის თანხა გაქვთ ჩარიცხული, იცოდეთ რომ Facebook-ზე გეძებეთ. ვერ ნახეთ და ამიტომ ვერ დაგამატეთ. მაგრამ დაახლოებით ზეგისთვის უკვე ყველა ვინც ყავს, ანუ სია ვინციც გვაქვს გაკეთებული, ყველა საბჭოად ჩაგიშვებთ. მე ვისაც ვერ ვიპოვით, ნუ რა ვიცი, რაღაც ვეცდებით, რომ რაღაცნაირად გაგაგებინოთ და
ნახოთ რა ამბავი იქნება და თან კრიპტო ბაზრის კლუბის ამბებში განვიხილავთ პორტფელს, განვიხილავთ ასევე იმ საკითხებს, როგორ შევადგინოთ ეს პორტფელები და გვექნება პატარა ლექციასავით ამ კრიპტო კლუბში, როგორ ვივაჭროთ სწორად და ასევე გვექნება პატარა ლექციასავით დიდი კომპანიებისთვის, ანუ ვინც არიან ჩვენი ფანდრაიზერები, თუ როგორ გააკეთონ ის ასე ვთქვათ თავიანთი ფონდების გადანაწილება და მენეჯმენტი. ამიტომ ამაზე გვექნება ცოტა ესეთი შინაურული საუბარი არაფორმალურ ვითარებაში, ცოტა ღვინო იქნება, ცოტა ალაფუშეთი იქნება და ესე შემდეგ რა თან გავერთობით, თან საქმესაც გავაკეთებთ. ესეთ არაფორმალურ ვითარებაში მოდის ხოლმე ესეთი იდეები. ასევე მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენ უკვე 5 ადამიანი უკვე სიაში გვყავს ჩაწერილი, რომელსაც გათვალისწინებული აქვს და იცის და ესმის ის რისკები, რომელიც ვაჭრობას ეხება. ჩვენ გავაკეთეთ ჩვენმა მეგობარმა გაგვიკეთა ასევე ჩვენი სავაჭრო ტოკენი, რომლის ფასის მიბმული იქნება ჩვენს ვაჭრობას. $50 არის პირობები როგორ გაცვით არის $50 ასე ვთქვათ თანხა, რომელიც უნდა შემოვიდეს 10 ადამიანი ჯამში, ის 10 ადამიანი, რომელსაც გათვალისწინებული აქვს, რომ ეს $50 მისთვის დაკარგული იქნება. ეს უდგებით ჩვენ ამ საქმეს, არანაირ გარანტიებს არ მოგცემთ და არანაირ მილიონებს არავის არ ვპირდებით. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი მოგება გავაკეთოთ, უბრალოდ წინასწარვე მოლოდინები რო არ იყოს რაღაც სასწაული, ამიტომ გეუბნებით ამ მარკეტში მით უმეტეს ამ ბაზარზე ვაჭრობა იმდენად სარისკოა, ვისაც გიღირთ ეს რისკი, ჩვენთან რო გააკეთოთ, გააკეთეთ. ეს იქნება ექსპერიმენტი პირველი 10 ადამიანის, რა თქმა უნდა ჩვენ ვეცდებით, რომ ეს პირველი ექსპერიმენტი ადამიანების დავაკომპენსიროთ რაღაც კუთხით, ყოველ შემთხვევაში გავითვალისწინოთ მათი ამბები, რო გარიცხეს ბევრი, შესაბამისად, მათთან დაკავშირებით გვექნება რაღაც კონკრეტული სიურპრიზებიც. ვაჭრობაზე როგორი იქნება მიბმული თუ გაინტერესებთ, იქნება ესეთი ამბავი. მოკლედ, ჩვენ გაყიდულობთ ტოკენს, ჩვენ გვაქვს 1 მილიონი CRB, ანუ კრიპტო ბაზარი, მოკლედ კრიპტო ბაზრის ტოკენი, CRB-ს რო იყიდით, მე გადმოგირიცხავთ დაუშვათ $50 რო ჩარიცხავენ, მე გადმოგირიცხავთ 10 მილიონ CRB-ს და შემდგომ უკვე ერთი თვე ილოქება ეს თანხა, ერთ თვის განმავლობაში არავის არ უნაღდებთ ამას და ერთი თვის თავზე უკვე ვნახავთ, მოგება იქნება და შესაბამის პროპორციებით განაწილდება ამ ჩვენს ადამიანზე. გეტყვით რომ მაგალითად გამოვისყიდით უკან თქვენგან იმ 10,000 CRB-ს. ხო, CRB-სთან დაკავშირებით რო გითხრათ, წმინდა და არცად დალისვას არ ვაპირებთ, არცად ჩაშვებას არ ვაპირებთ, არავინ ვერ იყიდის და არავინ არ იყიდის, უბრალოდ ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ ვაჭრობისთვის ეს, რა ვიცი, იურიდიული ნაწილებიც თავი არ გვეტეხა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. შესაბამისად, ძალიან მარტივი გამოსავალი ვიპოვეთ აქ. ყიდულობთ პროდუქტს და გადაგვაქვს სერვისში. და მე სერვისს ვაბრუნებთ ისევ პროდუქტში და მიგვაქვს ის პროდუქტი, რაც იყიდეთ ჩვენგან, ანუ CRB. და შესაბამისად, იმის პროპორციულად უკვე დაგერიცხებათ ის თანხა, რამდენი CRB-ს გექნება. მაგალითად, ჩარიცხეთ $50 10 კაცმა, ხო, შეიკრიბა $500. $500 ხო ღირდა ის 1 მილიონი CRB. მე მაგალითად იმ $500-ით გავაკეთეთ დაუშვათ $2000, ხო? $2000 ხო, $2000 გაიყოფა ადამიანზე, ოღონდ $2000 გაიყოფა, ჯერ დაბრუნდება $50 და შემდგომ მოგება რაც დარჩება, ანუ $1500. $1500-დან 40% მოდის ჩვენთან, ანუ ჩვენთან რჩება და 60% ამ $1500-დან გაიყოფა იმ 10 ადამიანზე, რომლებმაც $50 ჩადეს. ვიღაცებს მე ვისაც უნდა რომ გავაგრძელოთ ვაჭრობა დაუშვათ, კიდევ გააგრძელებს, ვისაც უნდა რომ დაუშვათ აიღოს მოგება შეიგოს ან მინიმუმ თავის თანხა დაიბრუნოს, დაიბრუნებს თავის თანხას. თუ წაგებაში წავედით მაგალითად იმედი მაქვს რომ არ წავალთ, მაგრამ მაინც ეს ვარიანტიც არის. თუ წაგებაში წავედით მაგალითად და დაუშვათ $500 შემოვიდა ხო ბიუჯეტი და თვის ბოლო დავასრულეთ $400 ან $300. $300 გატყდება 10 კაცზე და $30 დაგიბრუნდებათ. ანუ წაგებაში თავისთავად ნაგლი და უნამუსო ადამიანები არ ვართ და მაგაში პროცენტს არ ვიღებთ, ჩვეულებრივი ამბავი არის. ნიკო, როგორი ამბები გვაქვს აბა ბიტკოინთან დაკავშირებით? სახარბიელო, ცოტა მოკოჭლილი თუ ცოტა მოიკოჭლებს, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ცოტა მოიკოჭლებს ჩვენი ბიტკოინი. ეხლა ეკრანზე როგორც ხედავთ, ეს არის მეორე სამუშაო. კი, გიორგი, ფიუჩერსზე ვივაჭრებთ ჩვენ.
მაგრამ თუ სიტყვაზე რომ კი, უბრალოდ რა სარგებელია ვერ გავიგო. ანუ სარგებელი ის არის, რომ ჩვენ რო ვივაჭრებთ, თუ მოგებას გავაკეთებთ, როგორც ახლა აგიხსენი, ის მოგების 40% ჩვენთან იქნება და 60% გატყდება 10 ადამიანზე. ჯამურად. 1000-ზე დავთვალოთ რა, 1000-ზე, მაგრამ დაუშვათ $500 შემოვიდა და $1500 გავაკეთეთ $500. ანუ 3x სიტყვაზე ვამბობ თვის ბოლოს, ხო? $500 ბრუნდება, ანუ $50 ადამიანთან, $1000 დარჩება, $400 რჩება ჩვენთან და $600 იყოფა 10 ადამიანზე. ანუ დაახლოებით კიდევ ზემოდან $60 დაერიცხება იმ ადამიანს. ეს არის იმ შემთხვევაში, თუ მოგებას ვაკეთებთ. თუ წაგებას წავედით, არანაირი საგებელი არ გაქვს, უბრალოდ ჩვენთან რისკავ, ჩვენს ექსპერიმენტში იღებ მონაწილეობას და გააჩნია რა, როგორი რისკი იღებს. ან გიღებს, ან არ გიღებს, ეგეთი ამბავია. კი, სატესტო ვერსია. სატესტო ვერსია, ექსპერიმენტია თავიდან ბოლომდე რისკების შემდგომ გადავხედავთ, ხო? კი, იმიტომ რომ სხვისი ფულით ვაჭრობა, ახალი გამოცდილებაა და ჯერჯერობით არ დაგვიწესავს ჩვენი თავი სხვის ფულთან დაკავშირებით. მოკლედ 4 საათი ეს არის ჩვენი მეორე მინიმალურიც და მაქსიმალურიც დავით ბოდიში ნიკა მინიმალურიც და მაქსიმალურიც დავით $50 იქნება. ანუ $50 10 ადამიანი იქნება მხოლოდ. მეტი არ ანუ 5 სიაში ყავს უკვე რომელსაც გავესაუბრეთ, ავუხსენით რომ ეს ჩათვალეთ რომ ეს თანხა დაკარგულია თქო. მიუხედავად იმისა რომ მარკეტინგულად ბჭყალებში ეს შეიძლება ცუდად შეხედეს რომ ეს თანხა დაკარგულია რას ნიშნავს და ასე შემდეგ, მე მაინც მიჩვენია რომ ისეთ 10 ადამიანს ვესაუბრო ამ $50, რომელსაც ესმის მე რასაც ვეუბნები და არა მარკეტინგულად შეფუთული რაღაც რომ ჯიგრებო ახლა მე ამით უეჭველი კურსს დავდებ. უეჭველი კურსს შანსზე არა ვერ დავდებ. მოკლედ 4 საათიან ჩარტს ხედავთ აქ, ეს ჩვენი მეორე სამუშაო დრაფტ ვერსია არის ჩარტების. და ეს 4 საათი ძალიან ცუდად დაიწყო რაღა დაგიმალოთ ბიტკოინისათვის. ასევე რაღაც ტვიტებსაც მოუკარით თვარი, ახლა ამ ტვიტებს არ დაუკავშირებთ რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც სავარაუდოდ მანამდე ცნობილი ტენდენციის გამო დაიწერა რამოდენიმე ტვიტი და ამანაც რა თქმა უნდა თავისთავად საბოლოო სიგნალი მოგვცა. მოკლედ 4 საათამდე, დღის 4 საათამდე ვაკვირდებით ამ სანთელს, გადაცემის ბოლოსაც 1-2 წუთი შეგიჯამებთ, მაგრამ დაღმასვლის ტრენდი გვაქვს აშკარად. და უცებ საპორტი რაც შეიძლება იყოს ყოველ შემთხვევაში დღის ჩარტზე ვნახოთ. ეხლა საერთოდ არ ღირს, ანუ რაღაც პროცენტიდან თუ თვლიდით რომ იყავით მზად გაგეხსნათ პოზიციები მით უმეტეს ფიუჩერსზე, ეხლა არ ღირს საერთოდ. ანუ აღმავალი ტრენდი ფაქტია რომ არ გვაქვს, მაგრამ დაღმავალი ტრენდიც ხანდახან ისე იჭყლიტება ხოლმე, ხო ხვდები, რომ ინფორმაცია საერთოდ დაღმავალი ტრენდზე. ამ კვირაში აშკარად ისეთი არასტაბილური ბაზარია, რომ მე გავაჩერე 3 დღეა უკვე ვაჭრობა. აი 31000 უპრობლემოდ შეიძლება დაიტესტოს კვირის ბოლომდე. ანუ ყველაზე ისეთი მკაცრი წერტილი და ასევე გუშინდელი წერტილიც იქნება ასანახავი 32000. 32000-ზე ქვევით ან სიტყვაზე უფრო ზევით თუ არ დავხურავთ მინიმუმ 33000-ზე მაინც, ხო? ან რითაც დავიწყოთ ეს დღე იმაზე მეტად თუ არ დაიხურვა, სამწუხაროდ დაღმასვლის ტრენდი გვექნება. ინფორმირებულობა დაღმასვლის თუ აღმასვლის ტრენდში მაინც ძალიან ბევრს ნიშნავს. ეხლა აშკარად არის დაღმასვლის ტრენდი. კი, რა თქმა უნდა, თან ივლისია, თან ესეთი ჩატი გვაქვს მოცულობებიც შემცირებულია ძალიან. მაგრამ გუშინ სამწუხაროდ გაყიდვის მოცულობებმა იმატა და სანთელსაც როგორც ხედავთ, ან ძლიერი სიგნალია მოკლედ დაღმასვლის. მოკლედ მეგობრებო, არ გადართოთ, დაგიბრუნდებით რამოდენიმე წამში BitExchange-თან ერთად უკვე გვექნება საუბარი ვოლეტებზე, როგორ შევინახოთ, უსაფრთხოთ ჩვენი თანხები, თუ ვისაც რამოდენიმე წლიანი გეგმა გაქვთ ხოლმე და hold-out და ეს, რა თქმა უნდა, ბირჟები ნამდვილად არ არის უსაფრთხო. ანუ Binance-ზე შეინახოთ ეს უსაფრთხოება, არ არის ეს და ვნახოთ დავითი აგვიხსნის თუ რატომ არ არის ეს და როგორ ჯობია გავაკეთოთ ყველაფერი. აბა, დაგველოდეთ.
დაგიბრუნდით მეგობრებო, რამოდენიმე წამში სულ უკვე ჩვენს საყვარელი სტუმართან ერთად დავითთან. დავითი რო შეგახსენებთ, ვინც ახლები შემოგვემატეთ, დავითი არის Bit Exchange-ის დამფუძნებელიც, დირექტორიც და ყველა და თავი და კაცი. შესაბამისად Bit Exchange-ზე კიდე შეგახსენებთ, რომ არის საერთაშორისო პირველი ქართული ATM კომპანია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე არის. ATM წარმოებელი. მე რა კაცო. ATM კომპანიაც ხო, ნუ ალბათ ATM კომპანია, მაგრამ პირველ რიგში როგორც ATM წარმოებელი ვართ, ცნობილები ამ საერთაშორისო სივრცეში. ხო, არ მეთქი დავაკელი თქო. არას დაიკლია რაც რა ეს. დავით, დღეს ჩვენ შევპირდით, რომ გვექნებოდა საუბარი wallet-ებთან დაკავშირებით და ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომ ხშირად იყო ყოველთვის კითხვები, რომ როგორ შევინახოთ ჩვენი აქტივები, ისე რომ დავიცვათ მაქსიმალურად რაც შესაძლებელი არის. კი ბატონო. და რა ვიცი, დავიწყოთ მაშინ, მე მგონი wallet-ების რა არის საერთოდ wallet-ები, რამდენიმე wallet-ი არსებობს და მე შენი პირადი გამოცდილებას და აზრიც გითხარი, რომელი ჯობია შენი აზრით? გასაგებია, პირველ რიგში უნდა მივხვდეთ რისთვის გვინდა შენახვა. ჩვენ ამ თანხის შენახვას ვაპირებთ გრძელვადიანად და არ ვაპირებთ მისთვის ხელისხლებას. თუ გარკვეული პერიოდულობით უნდა ვხარჯოთ. ახლა ბუნებრივია ადამიანების უმრავლესობის შემთხვევაში იქნება ორივე საჭიროება. ამიტომ ჯობია გავყოთ თანხა ნაწილებად, იყოს ნაწილი, რომელიც შენახულია უფრო საიმედო და გრძელვადიანი პერსპექტივით. წარმოიდგინეთ, როგორც აი ბანკში გაქვთ ანაბრის ანაბარი. და ნაწილი იყოს შენახული ისე, რომ იყოს ხელმისაწვდომი at a short notice. ანუ მალე სურვილის სამეფო. ეს იყოს დაახლოებით იმის ანალოგური, რაც არის საბარათი ანგარიში. თვითონ wallet-ებზე ახლა ცოტა ხანში გადავალთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ ყველამ, რა თანხის რა ნაწილი გსურს, რომ იყოს გადანახული საიმედოდ, ანუ იქ იყოს პრიორიტეტული მის შენახვისას უსაფრთხოება, რომ ვერავინ არ მოუპაროს, როცა ხარს არ გაქრეს და მნიშვნელოვანია გადავწყვეტთ თანხის რა პროცენტი, რა წილი გვინდა იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, სადაც რაღაც კომპრომისზე წავალთ უსაფრთხოების კუთხითაც. მაშინ მეგრაც ამას გადავწყვეტ. განვიხილოთ უკვე ორივე ვარიანტი, როგორ შევინახავთ თანხას, რომლის შენახვაც გსურს გრძელვადიანი პერსპექტივით და როგორ შევინახავთ თანხას, რომელიც გსურს, რომ იყოს ხელმისაწვდომი. რომლით დავიწყოთ? ხელმისაწვდომით. ყოველთვის ეგაა ხოლმე, ხო იცი თან? რა თქმა უნდა. თან უფრო ალბათ მარტივიც იქნება, ხო? მოკლედ ჩვენ წინა გადაცემების განმავლობაში გავიარეთ, შევჯერდით იმ ფაქტზე, რომ კრიპტოვალუტის ფლობა გულისხმობს იმ პირადი გასაღების ფლობას, რომელთაც შეგიძლიათ ტრანზაქციას მოაწერო ხელი. პირადი გასაღები არის 256 ბიტიანი რიცხვი. ერთიანების და ნულების მიმდევრობა 256-ია მთლიანობაში, ან კიდევ HD wallet-ის, ანუ იერარქიული დეტერმინისტული wallet-ის შემთხვევაში, ეს რთული სიტყვა, მაგრამ წინა გადაცემაში შევეხეთ ამას. ასე wallet-ის შემთხვევაში ეს არის master key ან მისი აღმნიშვნელი mnemoniki. Mnemoniki რა არის? Mnemoniki არის სიტყვა, რომელსაც დაიმახსოვრებ მარტივად სიტყვების მიმდევრობა, რომელსაც დაიმახსოვრებს ადამიანი იმაზე უფრო მარტივად, ვიდრე თავშეთ 256 ერთიანს და ნულიანს, ხო? ბევრ თქვენთანგანს ეცოდინებს ასეთი mnemoniki, შეგხვედრით ალბათ, როდესაც აკეთებდით wallet-ებს, პროგრამა გააძლევთ ამ სიტყვას და გეუბნებათ, რომ ამოიწერეთ, ხო? ეს არის mnemoniki, რომელსაც შეგიძლიათ აღადგინოთ ყველა თქვენი private key, რომელსაც მოიცავდა ეს master key, HD wallet-ის master key, თუ master CD. ახლა თვითონ ბევრი თქვენთაგანი ალბათ იტყვის, რომ იცით რა არის, მე ვიყენებ კრიპტოვალუტას, მაგრამ აი ასეთ შემთხვევაში არ მქონია, რომ ჩემთვის მოეცა რამე პროგრამას ასეთი სიტყვები არ და ვიყენებ როგორც wallet-ს. შეიძლება მაგალითად ბირჟას იყენებთ, სადაც შეგაქვთ თანხა, გაქვთ 2FA or two-factor authentication, სადაც მეილი, ტელეფონი, Google აუთენტიფიკატორი დავუშვით, გჭირდებათ, რომ გააკეთოთ ტრანზაქცია, მაგრამ ასეთი სიტყვები არ მოუციეთ. ამ შემთხვევაში მე მინდა გაცნობოთ, რომ ეს არაა პრინციპში wallet-ი საერთოდ და ამაზე საუბარს დიდად აღარ ვაპირებ. იმიტომ რომ საერთოდ wallet-ი არაა ბირჟა, გასაღები თქვენი არაა, თქვენს მაგივრად ფულს ინახავს სხვა ადამიანი. პრინციპში არც ხელმისაწვდომი თანხისთვის არ გირჩევთ, რომ მანდ გქონდეთ, ბირჟაზე თანხა უნდა გქონდეს ან იმისთვის, რომ შეასრულოთ ოპერაცია, ვაჭრობა და გამოიტანოთ, ან ნუ რო ისე სხვანაირი ვაჭრობა შესრულოთ და ქეში გამოიტანოთ, ხო, ან ქეში შეიტანოთ. ანუ
სხვა მხრივ ბირჟაზე თანხა არ უნდა შეინახოთ. თუ ბირჟა გეუბნებით რომ უნდა შეინახოთ თანხა, ცუდ იქცევა. შეიძლება ასეთი იქინგებდეთ, ხო, მაგრამ იქ გაითვალისწინეთ რომ ის რისკია რომ ის ბირჟა დაიხუროს, დაიჰაკოს, რაღაცა მოუვიდეს, ხო, აქ თანხა ყოველთვის რისკთან ერთად მოდის და რისკის დამოგების თანაფარდობა არის, მაგრამ ერთ რამაზე უნდა შევჯერდეთ, რომ თუ თქვენ არ ფლობთ პირად გასაღებს, ეს არაა საფულე. ბირჟა არ არის საფულე. როდესაც ჩვენ გვირეკავთ BitExchange-ში და გვეუბნებით რომ მე თანხა გადმოვრიცხე აქედან და აქედან და მე რა აღმოჩნდება რომ თქვენ თანხა გადმოვრიცხეთ Binance-დან. Binance საფულე არაა და თქვენ რომ გონიათ რომ Binance საფულეა, ცდებით. ამის გამო სხვა შორის იქნება ხოლმე მაგალითად ხარვეზები პრობლემა. პირველივე გადაცემაში მე ეს მოვყევი რომ Binance და სხვა ბირჟები აკლებენ თავის გამოსატან საკომისიოს იმ ოდენობას, რომელსაც მიუთითებ. მაგალითად, როდესაც ჩვენი ბანკომატის გამოყენებით ანაღდებთ თანხას, ბირჟა თავის გამოტანის საკომისიოს გამოაკლებს იმ ოდენობას, რომელსაც გადმოსარიცხად მიუთითებთ და ბანკომატი იღებს ნაკლებ ჩვენი კრიპტოაპარატი იღებს ნაკლებ თანხას და მე გჭირდებათ ხოლმე დამატება. ეს რატო ხდება? იმიტომ რომ რეალურად ბირჟა არის არა თქვენი wallet-ი, არამედ სხვისი wallet-ი, რომელზეც თქვენ გაქვთ სამხმარებლო აკაუნთი, როგორ არის ქართულად აკაუნთი? ანგარიში, სამხმარებლო ანგარიში გაქვთ. და მორჩა გათავდა, ანუ ეს მეტი არაფერი არაა. ახლა გადავიდეთ wallet-ებზე, ხო, wallet-ები, რომლებიც გვაძლევენ ან private keys, ან mnemonics და მისი ამოწერის საშუალებას. ჩვენ აქ საუბრობთ მალე რომ იყოს ხელმისაწვდომი თანხა. რა wallet-ზე უნდა შევინახოთ? Ethereum-ის შემთხვევაში შეგვიძლია ალბათ გამოვიყენოთ მაგალითად MetaMask-ი, ხო? Bitcoin-ის შემთხვევაში მობილურ ტელეფონზე თუ გსურს გამოვიყენოთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ Electrum-ი, რომელიც არის open source-ი, დიდწილად და მან, როდესაც თანხა გაქვთ Electrum-ის wallet-ში, ასე ვთქვათ, თქვენ ნამდვილად ფლობთ მის private keys, თუ სწორედ ამოიწერთ არ დაკარგეთ რა თქმა უნდა, თუ დაკარგეთ არ ფლობთ და ეს უკვე თქვენი პრობლემა არის. და თანხა არის ყოველთვის თქვენი. ტელეფონი რომ დაგეკარგოთ, რომ გატყდეს ამ mnemonic-ის გამოყენებით, შეიყვანთ ამ mnemonic-ს სხვა Electrum-ის wallet-ში და თანხა აქ გიდგებათ. ეს არის ზუსტად ფლობა, ხო? ხო, თუ დაკარგეთ, ასევე სამუდამოდ დაეკარგებთ. ესაა ფლობის მეორე მხარე. თქვენ რო ფლობთ თანხას, თუ თქვენ ხართ პასუხისმგებელი მის უსაფრთხოებაზე, თქვენ ხართ თქვენი თავის ბანკი, თუ თქვენ დაკარგეთ ტელეფონის და mnemonic-ის, თანხას დაკარგეთ და ბევრი ასეთი შემთხვევა ყოფილა დარწმუნებული ვარ, ყვითელ პრესაში წაიკითხავთ, როგორ დაკარგა ადამიანმა ჩასვით რაღაცა X ოდენობა Bitcoin-ი, რომელიც ახლა ამდენი მილიონი დოლარია. აი ასე დაკარგა. უყურადღებოები იყვნენ. შეგიძლიათ ხვის შესაბამებზე ისწავლოთ, ხო, როგორ სულელები თავის შესაბამებზე თუ ჭკვიანები ხვის შესაბამებზე სწავლობენ და სულელები თავისაზე, მაგრამ მე მგონი ხვის შესაბამებზე არავინ არ სწავლობს. ჭკვიანები თავის შესაბამებზე სწავლობენ და სულელები საერთოდ არ სწავლობენ, მაგრამ მაინც გირჩევთ რომ პირადად არ და მაგ ფრაზას უფრო ვენდობი, რომ საკუთარ შესაბამებზეც უნდა ისწავლოთ, თორე საკუთარ შესაბამის გარეშე ახლა რატომ ამბობთ რომ ასეთი შენახვა ხო მობილურ ტელეფონზე გამოწერილ open source wallet-ზე open source-ი ალბათ გეცოდინებათ რა არის მეგობრებო თუ არიცით გირჩევთ დაგუგლოთ ძალიან მნიშვნელოვანი უნარი არის დაგუგლეთ და წაიკითხეთ იმიტომ რომ ამაზე რომ ვისაუბრო არის open source-ი ზემე დროს დახარჯავთ და ჯობია თქვენთაც წაიკითხოთ და რატომ არის კარგი როდესაც wallet-ი არის open source-ი პრინციპში თუ wallet-ი არა open source-ი პრინციპში არც ფლობთ რა თქვენ თანხა შეიძლება კი სხვა ფლობდეს თანამფლობელი იყო თქვენ თანხის თანაგამკარგველი და თქვენ თანხმობის გარეშე სხვა გადარიცხოს ეს თანხა ახლა რატომ ამბობთ რომ ეს არის ხელმისაწვდომობისთვის სწრაფი ხელმისაწვდომობისთვის გამიზნული შენახვის მეთოდი და არ გამოირჩევა უსაფრთხოებით და რეალურად კომპრომისს აკეთებს უსაფრთხოების სფეროში ამას ვამბობთ იმიტომ რომ თქვენი პირადი გასაღები რომელიც რეალურად განკარგავს ამ თანხას, რომელიც მეშვეობითაც შეგიძლიათ გააკეთოთ ტრანზაქცია, ინახება პირდაპირ იმ მოწყობილობაზე, რომელიც უკავშირდება ინტერნეტს. თუ კი ამ მოწყობილობაზე არის რაიმე სახის ვირუსი, ან ის ჩავარდება სხვის ფიზიკურ მფლობელობაში, მაშინ ეს ადამიანი შეძლებს რომ განახორციელოს ტრანზაქცია. რატომ? იმიტომ რომ იმ პროგრამაში უბრალოდ ინახება თქვენი პირადი გასაღები, ადგება და გააკეთებს ამას. პატარა თანხებისთვის ეს რისკი შედარებით მისაღები არის, თუ კი ჩვენ დავიცავთ რაღაც ელექტრონული ჰიგიენის ნორმებს, მოდი ასე ვუწოდოთ, ხომ, არ გადმოვწერთ უცნობ პროგრამებს, სხვა ადამიანებს, არ მიცემთ ხელში ტელეფონს, დროულად დავააპდეითებთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, მაგალითად, ჩემი პირადი გამოცდილებიდან მოვყვები Electrum-ის desktop-ის wallet-ი, არ მობილურის wallet-ი. Electrum-ი ხო?
რომელიც არის აი შეგვიძლია ეკრანზეც ვნახოთ თან დავითიც გააგრძელებს Electromis wallet, desktop wallet, რომელსაც ვიყენებთ. სხვა შორის მცირე თანხებისთვის, რამაც გადამარჩინა. ხო. ერთ დღესაც არ ჩაირთო და დამიწერა რომ საჭიროებს სასწრაფო updates. დავაჭირე ხელი გადამიყვანა GitHub-ზე. ცოტა უცნაური იყო რატო GitHub-დან მაწერენ, მაგრამ ნუ ძალიან მეშქარებოდა თანხის დახარჯვა, დავაჭირე გადმოწერას, კოდის გადმოვიწერა, ირთობა და მთხოვს მნემონიკის შეყვანას. ახლა პრინციპში მე სხვა პროგრამა არ გადმომიწერე, მე გადავედი იმ ლინკზე, რომელიც თვითონ Electromis wallet-მა მომცა. და მიზეზი არ მოხს ვიფიქრო რომ სხვა wallet-ია, მაგრამ მე როცა ცოტა უფრო ყურადღებიანი ყოფილიყავი, კარგად შემოწმებდი ვის GitHub-ზე გადამიყვანა ამ ლინკმა. შევიყვანე მნემონიკი და ჩემი დაახლოებით $100 თუ ოდნავ მეტი გადაერიცხა რაღაც უცნობ მისამართზე. ესე იგი რა მოხდა? ვიღაც ჰაკერებმა Electromis თვითონ ვერ დაჰაკეს რომ პირდაპირ გადაერიცხათ ჩემი თანხა, მაგრამ იძულებითი აპდეიტის მექანიზმი, რომელიც არის ავარიული შემთხვევებში, როდესაც საშინელ ხარვეს იპოვიან კოდში, აი ეს დაჰაკეს. და გააგზავნეს შეტყობინებები ჩემნაირ უბედურ ადამიანებთან რომელიც გვეუბნებოდა რომ აი სასწრაფოდ პრობლემა არის, ხარვეზი არის პროგრამული Electromis wallet-ებზე, თქვენი უსაფრთხოებისთვის სასწრაფოდ დააპდეიტდა და ვიღაცა ჩემნაირმა ხალხმა ჯამში იმ დროს 2-ზე მეტი მილიონის დოლარის ღირებულების ბიტკოინი მოგროვდა, ახლა ბევრად მეტი იქნება, ბევრად მეტი იქნება ეს ბიტკოინი. ეს გადაირიცხა ვიღაცა უცნობი ჰაკერების მისამართზე. ანუ ჩემი შეცდომა რა იყო? ჩემი შეცდომა იყო ის, რომ მე მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის შიგნიდან გადავედი ლინკზე, არ შევამოწმე ამ ლინკს ვის GitHub-ზე გადავყავდი, არ დავეჭვდი საკმარისად, როდესაც wallet-მა ხელახლა მნემონიკის შეყვანა მომთხოვა და ასე შემდეგ და ამდაგვარად. მეორე მხრივ რა იყო რაც სწორად გავაკეთე? სწორად გავაკეთე ის, რომ დიდოდნობას ამაზე არ ვინახავდი. ამ ერთიანად მაინც სწორად გავაკეთე, ხო, იმიტომ რომ შეიძლებოდა სავსებით, რომ დაახლოებით იმ დროს $50,000 ღირებულების კოინი მქონოდა იქ მაგალითად. დამთავრდებოდა ძალიან ცუდად. იქნებოდა კიდევ უფრო უბედური ადამიანი. ხო, ეხლა ცოტა საათისილოდ მეჩვენება და რაღაც მოსაყოლის ისტორია მიუხედავად იმისა, რომ ის ბიტკოინი ალბათ $100,000 მეტი ღირებულების იქნებოდა. მაგრამ მიუხედავად მაგისა მაინც ცუდია თამბავი. ესე იგი რა უნდა გავაკეთოთ ახლა? სად უნდა შევინახოთ უფრო სწორად, უფრო დიდი ოდენობა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ როგორ კარგადაც არ უნდა მოვიქცეთ, რისკი ყოველთვის არსებობს. სანამ ჩვენ პატარა შეცდომას დავუშვებთ, ან თვითონ პროგრამის შემქმნელები დავუშვებენ შეცდომას, შეიძლება საერთოდ ისეთი შეცდომა დავუშვათ Electromis, რომ ჩემი მხრიდან ხელის არაფერზე დაჭერა არ გამხდარიყო. საჭიროა პირდაპირ გადაერიცხათ ჰაკერებს. მეორე მხრივ, კრიპტოვალუტის არქიტექტურა, რომელსაც ჩვენ წინა გადაცემაში შევეხეთ, საშუალებას იძლევა რომ პირადი გასაღები საერთოდ არ მოხდეს ინტერნეტში და ასე განახორციელოს ტრანზაქცია. ან როგორ? კომპიუტერზე, რომელიც საერთოდ არა ინტერნეტში ჩართული. იმაზე ვქმნით ტრანზაქციის ობიექტს, ხელს ვაწერთ ხომ ტრანზაქციას. ეს ხელმოწერილი გადმოგვაქვს კომპიუტერზე, რომელიც შეერთებული ინტერნეტში და ვაგზავნით უბრალოდ ამ ხელმოწერილ ტრანზაქციას ინტერნეტში. ანუ კომპიუტერი, რომელიც ინტერნეტშია, ვერასდროს ვერ მიიღებს ცდომას პირად გასაღებზე. ამას გვია ცივი შენახვა. ამ შემთხვევაში თქვენ საერთოდ შეგიძლიათ, რომ თქვენი პირადი გასაღები, ანუ მნემონიკი, გქონდეთ ჩაწერილი ფურცელზე, გქონდეთ დაბეჭდილი ლითონის ფირფიტაზე მაგალითად, გქონდეთ ამოსვირინგებული, თუმცა არ გირჩევთ. აიცი ხო თუ არავინ შიშულს არ გნახულობთ, არ გხედავთ, შეიძლება საკმარისად დაცული იყოს კიდევაც, ხო, მაგრამ იმედი მაქვს ასეთი მრავალი არაა ჩვენს მაყურებლებში. 3D პრინტი. 3D პრინტი. ან 3D პრინტი ჩვეულებრივად იმაში ხო იცი, აი მინის ის რო არის. და სახში ესე დადგამ რა, უბრალოდ ვინმე თუ მოვიდა და გაგიტეხა შემთხვევით. მერეც უნდა გაქვს საქმე. ხო, ნუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ცივი შენახვა, cold storage. კი. დიდი ბირჟები ყოველთვის ყოფენ სწრაფი დახარჯვისთვის hot wallet-ებს, საიდანაც უცებ გასცემენ ხალხისთვის თანხას და cold storage, საიდანაც აგზავნიან, როდესაც შესავსებია ბალანსი ამ hot wallet-ზე, ანუ ცხელ wallet-ზე, რომელიც ინტერნეტთან არის exposed, რომელიც არის exposed ქართულად როგორაა? დაკავშირებული? Exposed არა. Exposure. Exposition. გამოაშკარავებული. ასე. გაშიშვლებულია ინტერნეტის მიმართ. ოკეი. ახლა cold storage შეიძლება ცოტა რთული იყოს, არც რთულია პრინციპში. შეგიძლიათ testnet-ის ბიტკოინებზე სადოთ cold storage-ს შენახვა, testnet-ის ბიტკოინებს ან litecoin-ების და ასე ისწავლოთ ამის გაკეთება.
ვინმე ერთი ადამიანი მაინც თუ დაკავდება ამით, კარგს იზავთ და თქვენ თვალსაჩინოს კარგად გაიგრძნობთ, თუ არ დაიზარებთ, საერთოდ შეიძლება ერთ-ერთი ყოველ სასარგებლო რაღაცა იყოს, რაც ამ კვირაში გააკეთეთ, ან კიდე კარგი ხანში კარგი უნარს ისწავლეთ. ტესტნეტი ნახეთ რა არის, ტესტნეტის ბიტკოინებზე სადეთ რომ cold storage-ში შეინახოთ. უფასო არის ტესტნეტის ბიტკოინი. ტესტნეტის ის რა ქვია wallet-ი ხო? ტესტნეტის ბიტკოინებისთვის გააკეთეთ ტესტნეტისვე cold storage და აი ძალიან საინტერესო პატარა პროექტი იქნება. Play Store-ს აქვს ესეთი ჩვეულებრივად, აი ესე გამოიყურება. არა, Play Store-ზე ფურცელზე შეინახონ. აი ფურცელზე შეინახონ და მე offline კომპიუტერზე გააკეთონ ტრანზაქცია და გადაერცხონ. აი მას თუ შეძლებს ვინმე, შეუძლია მე დამიკავშირდეს და რა ვიცი, იქნებ სამსახური გავუძრო. მოკლედ, ანუ challenge-ი არის ხალხო? ვინც ამას შეძლებს, ახლა დაკავშირებით ტესტნეტის გამოყენებით, მოკლედ cold wallet-ის გამოყენებით, მოკლედ აქეთ hot wallet-ის გამოყენებით ტრანზაქციები გააკეთოს ისე რომ ერთი არ დაკავშიროს და მეორე დააკავშიროს. ამას თუ ვინმე შეძლებს, აგე მე დავით დაუკავშირდეს, რომ ეს challenge-ი ამოხსენით. ახლა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სურთ ასეთი ტექნიკურ ნუანსებს ჩაუღრმავდნენ, მაგრამ მაინც სურთ რომ დაცულად იყოს შენახული მათი კრიპტოვალუტა. არსებობს ასევე მეტნაკლებად დაცული გრძელვადიანი შენახვის საშუალება, რომელსაც ქვია hardware wallet-ები. პრინციპში hardware wallet აკეთებს ავტომატიზირებულად იმას, რაც აკეთებს cold storage-ი, პირად გასაღებს ინახავს დაცულ მიკროსქემაში და არასდროს არ აძლევს კომპიუტერს ამ პირად გასაღებს, როდესაც მას ამ hardware wallet-ს შეარჩევთ კომპიუტერში. ამის მაგივრად hardware wallet-ი თვითონ მოაწერს ხელს და ხელმოწერილ ტრანზაქციას მისცემს გადასცემს კომპიუტერს. როგორიც არის Ledger-ი? Ledger-ი, Trezor-ი და ასე შემდეგ. ესა შედარებით უფრო ნაკლებად დაცული ვარიანტი, ვიდრე თქვენი ხელით გაკეთებული cold storage, მაგრამ მაინც დაცული ადამიანები ბევრ ბიტკოინს ანდობენ ასეთ შენახოს. თუმცა ამ შემთხვევაში ყოფილა დაჰაკვის შემთხვევები, მაგალითად Trezor-ი თუ ჩაუვარდეს სხვას ხელში ფიზიკურად device-ი, თქვენი private keys ჩამოგდება იქიდან შეიძლება პაროლის გარეშე, ან ფიზიკურად device თუ არაა შენახული, ჩათვალეთ. ფიზიკურ device-ი ფიზიკური წვდომა თუ ფიზიკურ ხელსაწყოს, ფიზიკური წვდომა თუ მოიპოვა სხვა პიროვნებამ. ჩათვალეთ რომ თქვენს გასაღებს ფლობს უკვე უბრალოდ კომპიუტერს არ მისცემს ის გასაღებს ხომ რომ შეაჯობთ Ledger-ი ვითომ უფრო დაცული ამხრებს თუმცა Ledger-ი Trezor-ის განსხვავებით არის closed source-ი და Ledger-ზე ყოფილა შემთხვევები რომ გაუგიათ იმ ადამიანების მისამართები რომლებსაც ნაკიდი ქონათ Ledger-ი Ledger-ის საიტზე რეგისტრაციის ბაზა დაჰაკეს და მე იმ ადამიანებსაც უკვე ჰქონდა პოზიტივ მიღებული Ledger-ები გაუგზავნეს ბოროტმოქმედებმა წინასწარ დაჰაკული Ledger-ები რომლებზეც იყო არასწორი ცუდი პროგრამა ჩაწერილი ცუდი პროგრამული კოდი და ეს პროგრამული კოდი პირდაპირ იცხავდა მთელ ზედ არსებულ კრიპტოვალუტას რასაც მოათავსებდა მიმღები ზედ ერთ კონკრეტულ მისამართზე ამას ქვია supply chain attack ანუ მიწოდების ხაზზე შეტევა supply chain attack დაიმახსოვრეთ ეს ამიტომ როდესაც ყიდულობთ hardware wallets არსებობს სხვა მეთოდები რომ დარწმუნდეთ რომ ქარხნიდან თქვენამდე არ მოახდინა არავინ მასზე ფიზიკური ჩარევა ერთ-ერთი ვარიანტი არის ამისი მაგალითად რომ გადმოწეროთ ოფიციალური საიტიდან firmware-ი იქ SSH connection-ი ოფიციალურ საიტზე რო გადმოწერთ firmware-ს მე იმას hash შეამოწმებთ იმის ხომ თუ ვინმე შეცვალა პროგრამა მთლიანი პროგრამული კოდის hash-ი შეიცვლება და აღარ დაემთხოვა წინასწარ ცნობილ hash-ს მე თქვენი ხელით ეს ჩაწეროთ ზედ ხვდებით ან ყველაფერზე ტექნიკური ნუანსები არის ამიტომ ჯობია რომ ასე თუ ისე გაერკვეთ ამაში ყოველთვის ვამბობდი რომ ახლაც ვიტყვი რომ თუ კი თქვენ ფეხბურთში უფრო ერკვევით ვიდრე კრიპტოვალუტაში უფრო მეტი შანსი გაქვთ რომ ტოტალიზატორში იშოვოთ ფული ვიდრე კრიპტოვალუტის ბირჟაზე კრიპტოვალუტის ვაჭრობით კრიპტოვალუტის გამოყენებით ან უფრო ნაკლებია შანსი დაკარგოთ ფული ტოტალიზატორში ვიდრე კრიპტოვალუტის გამოყენებით რომ დიდად ფული შონაზე არ მექნებოდა მე პრეტენზია თუ კი არ შეგიძლიათ რომ გადმოწეროთ მაგალითად აპდეიტი ან ოფიციალური სოფტი ამ hardware wallet-ის ერთი პატარა კომანდი ჭირდება რომ დარწმუნდეთ რომ სწორი hash-ი აქვს, მე ის ჩაწეროთ. ხვდებით ამას პროგრამირება, პროგრამისტობა არ ჭირდება, ამას მომხმარებელიც უნდა აკეთებდეს, ხო? უბრალოდ თანამედროვე smartphone-ებმა, ასე ვთქვათ, გაგვანებიურეს, ან მე ვიტყოდი კიდევ დაგვაჩვენგეს ადამიანები. ყველაფერი არის ყველაზე დაბალი საერთო ნიშნულისთვის გამარტივებული, რაც არის ცუდი.
და ასე ხალხი კარგავს ფულს, იმიტომ რომ არის სიმარტივეს მიშვეული და ელემენტარული უსაფრთხოებისთვის ერთი ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა ეზარება. ისა დღევანდელი ჩვენი საუბრის მორალი, რას ფიქრობ ავთო? ერთი მე გეთანხმები შენ, იმიტომ რომ კონკრეტულად ჩვენ უბრალოდ ჩვენ ხალხს ზოგადად მუღამი გქონდა ეგეთ რაღაცები გაგვერკვია, იმიტომ რომ ახლა რო უყურებთ რომ ერთი ფაქტი მოხდა, მეორე მოხდა, მესამე, მეოთხე, მეხუთე და რწმუნებული ვარ რომ იმ ტიპის ჩემზე მეტი ქონდა ნაფიქრი, როცა 50 ბიტკოინს რიცხავდა თავის ლეჯერის საფულეზე და რომელსაც მაინც მოპარეს ის 50 ბიტკოინი. დარწმუნებული რომ ჩემზე მეტი მაინც ეკრებოდა ნაფიქრი. კი ბატონო, მაგრამ მე იმასაც არ ვიტყვი რომ შენი ცოტათი ბევრად ნაკლები ბიტკოინი ნაკლებად უნდა ჰაკერს, ხო? შენსაც მისაკუთრებს და იმისასაც. ანუ არ გვეგონოს რა რომ მოუხელთებელი ჯოები ვართ ყველა, ხო იცით რა მოუხელთებელი ჯოები ის რა ჩემ ფეხებად უნდაო რა. არა ეგრე რომ ჩემი $100 არავის არ ნუხედავ, მე $100 მედოდა მომპარეს, ხედავთ პატარ-პატარა $100-ით, $100-ზე დაადებ და მე მილიონი გამოვა, ხო 10,000 ეგეთ $100 რო დაადებ. ამიტომ თქვენაირი თუ ბევრი დაგროვდეთ, თქვენს დაგჰაკავენ და არც საჭირო ბევრი დაგროვდეს. ნახეთ MetaMask-ს რამდენს უჰაკავენ, როგორ დიდი ალბათობით, ანუ დაბალი თანხის ამბები უფრო მეტი დაგროვდება ყოველთვის, ვიდრე დიდი თანხის. იმიტომ რომ იმას დიდ თანხაზე უფრო მეტია ყურადღება, მეტი გულისყურით ეპყრობიან დიდ თანხას, ხო, მაგრამ ადამიანს რომელსაც 2021 წლამდე შემორჩა დიდი თანხა, შეიძლება სადღაც 2015 წელს კიდე იყო ვიღაც იდიოტები, რომელსაც შემთხვევით ჰქონდა დიდი თანხა. მაგრამ გასაზარდს იდიოტები უკვე შემცირდა, ახლა ვისაც დიდი თანხა აქვს უკვე შედარებით გულისყურით ეპყრობიან და ახლა ჰაკერების სამიზნე არის გლეხი კაცი. და მე რა თქო გლეხი კაცის არ ვინაა, გლეხი კაცის არის ოფიციალურად BitExchange, დავით ორჯონიკიძე, ავთო ნიკა, აქ ყველა ვართ გლეხი კაცის და მაგიტო გაძლევთ რჩევას. არა აუცილებელი გახდეთ პროგრამისტები, მაგრამ აუცილებელია რომ დაგუგლოთ უსაფრთხოებაზე, მარტო ამ გადაცემიდან კი არის სწავლოთ, დაგუგლოთ თქვენით. წაიკითხოთ როგორ შევინახოთ უსაფრთხო თქვენი თანხა, დაფიქრდეთ თქვენი დასკვნები, გააკეთოთ, do your own research. აი, ერთი კითხვა შემოვიდა. Stellars ოფიციალურ საიტზე აქვს მოდი გადმოსაწერი არისო ვოლეტები, რომელიც შეიძლება დღეს მაგარი დღეში ვარ, დედას ვიცავარ, იმენა Keybase, Lobster, Solar Wallet და Web Wallet-იო და Coinbase ასევეო და რომელია ყველაზე სანდო დასახელდათ. პლუს Trezor Ledger Nano SEO თუ რომელიო. გიორგი წერს ამას. მე საერთოდ Stellars არ ვიყენებ, არასდროს Stellar-ი არ მქონია კვალიფიციური პასუხის ვერც გაგცემ. ზოგადად რამდენადაც ხვდები Trezor-იან Ledger Nano რო გამოიყენოთ, იმათ ნატიური მხარდაჭერა არ ექნება თამათი, თუმცა private keys ალბათ შეინახავენ და web აპლიკაციის გამოყენებით შეძლებთ ტრანზაქციები გააკეთოთ. ალბათ უფრო უსაფრთხო იქნება თუ ტექნიკურად შეძლებელია private key მაინც hardware wallet-მა შეინახოს. Trezor-მა, Ledger-მა და მაგალითად Monero-ს შემთხვევაში ასე ხდება. Private key ინახება Trezor-ზე, უბრალოდ Trezor-ის apps, Trezor-ის პროგრამას ან Ledger-ის პროგრამას არ აქვს ოფიციალური wallet-ი Monero-სი, მაგრამ Monero-ს graphical interface-იან wallets უკავშირებთ თვითონ ამ Trezor-ს და რეალურად თანხა მაინც უსაფრთხოა, იმიტომ რომ private key მაინც იმაზე უბრალოდ ერთით მეტი ნაბიჯი გჭირდებათ გადარიცხვისთვის რა. ასე აი თან 5 წუთიც დაგვრჩა ახლა და არის კიდე კითხვა? კითხვა არ არის, უბრალოდ 5 წუთი დაგვრჩა და რატომ ხალხო დაგვისვით კითხვა? ამ ხალხი თქვენთვის ვართ. არა, ექნებათ კაცო კითხვები, მე არ ზოგი ხო მუშაობენ, მაგალითად პარასკევია და მაინც ისეთ დრო გვაქვს ყოველთვის მუშაობენ ხოლმე და ბევრი მაგით წუწუნებს ხოლმე, რომ წუწუნებს რა წუხს რო ვერ გვერთვება. მაგრამ ეგ არაფერი მოვიქრეთ მაგაზე, რამე YouTube-ზე ვყრით ხოლმე ვიდეოებს და აი კითხვები რა. შეგიძლიათ დაასვათ კომენტარებში კითხვა და მოდიან გადაცემა. ლაივი რო დასრულდება, ამის მერე შეგიძლიათ ასევე უნდა შევახსენოთ ალბათ ჩვენს მაყურებლებს, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი აქცია, ხო? კი. რომ როგორი გათამაშება, აბა? შესანიშნავი $2.25 პრიზი იმ ადამიანებიდან ერთ-ერთს, რომელიც ან გადაიღებს selfies ჩვენს ერთ-ერთ კრიპტოაპარატთან, ან უბრალოდ ჩააფოტოშოპებს თავის სურათს. ნუ არა აუცილებელი შედევრი იყოს ფოტოშოპის, ამას მნიშვნელობა არ აქვს რამდენად. ლამაზად გააკეთებთ, უბრალოდ თეშის რომ იყოს, რო ამოჯრათ ფენჩი და ჩააფეისტოთ. ამასაც დაგიფასებთ ზოგს ესეთი ხელოვნებას. კი, ფოტოს თუ ეძებთ, მაგრამ უნდა დავტაგოთ. კი, ატევთან გადაღებულ ფოტოს თუ ეძებთ, გადავიღეთ ფოტო და Facebook გვერდზე, ჩემს Facebook გვერდზე დავდე და შეგიძლიათ ამოჭრათ ჩემი საკითხი და დაადოთ თქვენ. მე საკმაოდ კარგი პირობები და არც ერთ რთული გათამაშება არის. კი, ძალიან მარტივი არის.
წარმატებად მიიღებთ. არ გამოგადგებათ თან ეგ ამბავი და თან wallet-ზე შეგიძლიათ დატესტოთ ეგ თანხა. აი testnet-ის coin-ების შენახავს რო ისწავლით, მე cold storage-ში გავუშვებთ $25 Litecoin-ის. რა პრობლემაა? ანუ მაგიდან დაიწყებენ და მე 10 Bitcoin-იც რომი ერთ დღეში არ აშენებულა. ხო. რა ზოგიერთ შეიძლება გაიცნოს, მაგრამ ადამიანი რომელიც შეძლებს ამის გაკეთებას, მე დარწმუნებული ვარ, ის ადამიანის ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევს. ადამიანი რომელიც შეძლებს რომ cold storage-ი გააკეთოს ფურცელზე დაწერილი private key, გააკეთოს გადარიცხვა coin-ების. ინტერნეტში ბევრი წერია ამაზე, არაფერი განსაკუთრებული არ უნდა ამას, ყველაფერი წერია, უბრალოდ იპოვოთ და გაიმეოროთ ეს. აი კიდე ერთი კითხვა შემოვიდა გიორგისგან და უბრალოდ ფლეშკაზე რო ჩავწერო და ტექსტ დოკუმენტში private key-ო? ანუ ფლეშკაზე თუ ჩაწერთ, მაშინ ის ფლეშკა ინტერნეტში შეერთებულ კომპიუტერზე არ უნდა შეერთოთ, მიხვდით? ოკეი. ანუ ფლეშკისგან რა განასხვავებს ამას? აი ეს მომენტი ალბათ ვერ აუხსენთ კარგად. ფლეშკის ფორმა ხდება ფლეშკასავით ერთდება Trezor და Ledger კომპიუტერს, მაგრამ ფლეშკაზე თუ კომპიუტერ შეუძლია წაიკითხოს თქვენი private key და კომპიუტერი თუ დავირუსებულია, ვირუსი მივა და წაიკითხავს ფლეშკაზე ან ტროიანი როგორც გინდათ უწოდოთ, ხომ? Ledger-ზე ფიზიკურად ვერ წაიკითხოს, და Ledger-ი ფლეშკა არაა. ფლეშკის ფორმა აქვს. ფლეშკასავით USB-ზე ერთება, მაგრამ ფლეშკა არაა პატარა კომპიუტერია, რომელიც მარტო იმას აჭმევს კომპიუტერს, მარტო იმ ინფორმაციას აწვევს კომპიუტერს, რასაც თვითონ თulis, რომ არის საჭირო. Private keys Ledger კომპიუტერს არადროს არ გამოუჩენს. ხოლო ფლეშკა არის უბრალოდ ფლეშკა. კომპიუტერი ყოველთვის მოიპოვებს ცდომას ეს private keys-ზე. ამიტომ რეალურად ამ hardware wallet-ების დანიშნულება არის, რომ თქვენი კომპიუტერი როგორც არ უნდა დააბინძუროთ, როგორი დაუცველიც არ უნდა იყოს, რა სირობას ბოდიში არ უნდა გაუშვათ ზეთ, ხომ? ანუ თქვა, ხო, რაღაცა არ გეგონოთ რომ არ უშვებთ რა, ანუ აი ბოლო Microsoft Windows-აც აქვს ოფიციალური ტელემეტრია. ხალხო, screenshot-ებს აგზავნის Microsoft-ის სერვერზე. ეხლა Bill Gates ალბათ არ უნდა უკვე თქვენი $100 Bitcoin-ი, მაგრამ მაინც გაითვალისწინეთ. იქნებ საერთოდ Windows-ის ტელემეტრიის სისტემა დაჰაკოს ვიღაცამ, ხომ და პირდაპირ screenshot-ი ნახოს, text documents როგორ ხსნით თქვენს კომპიუტერზე. ხოლო ეს Trezor-ი text documents არასდროს არ გამოუჩენს private key კომპიუტერს. კომპიუტერი ვერეს ვერ დაინახავს აქ private key. და Z ფიზიკურად კნოპკებს თუ არ დააჭერთ, ღილაკებს თუ არ დააჭერთ hardware wallet-ზე ხელს. ტრანზაქციასაც არ გააკეთებს. ანუ ფიზიკურად კომპიუტერზე როგორი ცნობაც არ უნდა ქონდეს ბოროტ მოქმედს მოპოვებული შიგ შერჭობილ Ledger-დან ვერ განახორციელებს გადარიცხვას ისე რომ თქვენ ღილაკების დაჭერით ზედა შეიყვანოთ თქვენი პაროლი. გასაგებია. ხომ გასაგებია დავხსენით? კი. რა თქმა უნდა. მოკლედ მეგობრებო, დღეს ეს იყო ჩვენი ამბები, ჩვენი ასე ვთქვათ საინტერესო wallet-ის ამბავიც, მე მგონი მე ხმა გამეთიშა. იმიტომ რომ ჩემი ხმა მეუბნებია რომ არის მისო და მოიცა რატო? ჩემსაც გათხოვე გინდა. ბატარეა დაიცალა. მოდი აბა. ინებეთ დაიცალა და მოიცა. მოკლედ ბატარეა დაგვეცალა ელემენტები რა და დღეს მოკლედ ეს იყო ჩვენი ამბები ჯიგრებო და რა ვიცი, მოდი დავით ბარემ ახაკთან დავიმშვიდობოთ. ხერი ხელგადახვეულებმა. კი. მოკლედ დღეს ეს იყო wallet-ებზე ვისაუბრეთ, wallet-ებთან დაკავშირებით, რა ვიცი, დავითმაც ახსნა, როგორ უნდა შეინახოთ, უსაფრთხოდ როგორ ჯობია, რა უნდა გააკეთოთ, რა უნდა ისწავლოთ. Challenge-იც გააქვთ, ვისაც გისწორდებათ ესეთი challenge-ები. თუ არა და ვისაც დაუშვათ გააქვთ, რომ თავის ტკივილის, თავის ატკივება არ გინდა, უბრალოდ გინდათ ინფორმაციის მიღება, ინფორმაციაც მიიღეთ და ამიტომ ვისაც challenge-ი გევასებათ, უკვე ჩაერთეთ ამ challenge-იც, რა ვიცი, ბევრ საინტერესო ამბებს გაიგებთ დავითისგან კიდე მომავალში. წარმატებულ დღეს გისურვებთ. არ დაგავიწყდეთ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება. აბა თქვენიც. დროებით. კრიპტობაზრის სპონსორია CoinMania. შენი საიმედო თანამგზავრი თავისუფალ მომავალში.